აი ეს არის დონალდ ტრამპის ჩინეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის გლობალური შედეგები. ჩინეთმა დაიწყო თავისი ბირთვული ინფრასტრუქტურის ყველაზე მასშტაბური გაფართოება ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. სინძიანის უდაბნოს რეგიონებში რუსეთსა და მონღოლეთის საზღვრებთან ახლოს პეკინი აშენებს სტრატეგიული ბირთვული ძალებისთვის განკუთვნილ გიგანტურ ობიექტთა ქსელს. ამაზე მეტყველებს სატელიტური დაკვირვება, რომელსაც დღეს ერთად განვიხილავთ. ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურა ისე იქმნება, რომ აშშ-ის პირველმა დართმამაც კი ვერ წაართვას ჩინეთს ბირთვული საპასუხო შესაძლებლობა. სისტემა შენდება შახტური გამშვები დანადგარების ხამის რაიონის მახლობლად, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი საყვანძო ცენტრია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიის დაზიანება. და ბირთვული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მასშტაბები უბრალოდ განსაცვიფრებელია. ეს უფრო დიდია ვიდრე ყველა შახტა, რაც დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად გამიხილოთ ეს თემა. აქ ნამდვილად არის საკითხები განსახილველი. მაგრამ სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბიმული არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, დღეს გამოცემა Reuters-ი წერს, ციტირებას ვიწყებ. ერთ-ერთ ჩინულ უდაბნოში შენდება უზარმაზარი სამხედრო კომპლექსი, რომელიც ისეა აგებული, რომ არც ერთი ამერიკული პირველი დარტყმა ჩინეთის ბირთვულ არსენალზე ვერ წაართმევს პეკინს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას. ჩინეთის ბირთვული რაკეტები უკვე ეხლა შეუძლიათ მიაღწიონ ნებისმიერ ქალაქს შეერთებულ შტატებში. ეხლა კი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ პეკინი აშენებს განშტოებულ ქსელს გამშვები მოედნების, ბუნკერების და საკომუნიკაციო კვანძების ახლოს. იზოლირებული ბირთვული შახტები, სადაც ინახება ჩინეთის არმიის ყველაზე შორსროლელი რაკეტები. სურათებზე ჩანს 80-ზე მეტი მოედანი, რომლებიც გამოყენებული იქნება ჩინეთის მოძრავი სარაკეტო დანადგარებისა და საზეიმდო ბატარეების მზარდი რაოდენობის განთავსებისთვის. ასე, მშენებლობის მასშტაბები მიუთითებს გამაგრებული ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რომელიც განკუთვნილია ჩინეთის სახმელეთო ბირთვული ძალების დაცვისა და ექსპლუატაციისთვის. ინფრასტრუქტურა შენდება გრანდიოზული მასშტაბებით, მოიცავს ათასობით კვადრატულ კილომეტრს უდაბნოში. ფაქტობრივად ეს არის ჩინეთის სტრატეგიული ბირთვული შეკავების დივერსიფიკაციის მკაფიო სტრატეგია. და როგორც დღეს ექსპერტები ამტკიცებენ, სწორედ უდაბნოში საკუთარი შახტების დაცვის უნარი წარმოადგენს საკვანძო მნიშვნელობის ფაქტორს ჩინეთის მიერ გამოცხადებული მიზნისთვის, შექმნას მინიმალური, მაგრამ სანდო ბირთვული შეკავება. ეს პოლიტიკა ეფუძნება საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი პირველი გახდება ბირთვული იარაღის სამიზნე, ანუ მიიღებს ბირთვულ დარტყმას, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელ არმიას შეუძლია ბირთვული იარაღის გაშვება წყალქვეშა ნავებიდან და თვითმფრინავებიდან, მაინც შახტები ჩრდილო-დასავლეთ სინძიანში და განსუს პროვინციაში წარმოადგენს ჩინეთის ბირთვული ძალების ბირთვს. აი, ჩინეთის დოქტრინის ქვაკუთხედი არის პოლიტიკა, რომ ბირთვული იარაღი პირველად არ გამოიყენოს. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ჯარი არ დაიწყეს ბირთვული დარტყმების გაცვას. თუმცა ზოგიერთი მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატი და ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩინეთმა შეიძლება ბირთვული იძულება გამოიყენოს, რათა შეზღუდოს გარეჩარევა ტაივანის კონფლიქტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მასთან ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით. აქ შეგახსენებ, რომ ამ თვეში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გააფრთხილა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ არასწორი იქნება მისი აზრით ქვეყნებს შორის უთანხმოების მოგვარება ტაივანის საკითხზე, რომელსაც ჩინეთი საკუთარ სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, შეიძლება საშიშ სიტუაციამდე, ომამდეც კი მიიყვანოს ისინი. და აი რა გაირკვა ბირთვული ძალების შესახებ. და როგორც ახლა ექსპერტები ამტკიცებენ, ახალი უდაბნოს ინფრასტრუქტურა კონცენტრირებულია ორი რვაკუთხა ნაგებობის გარშემო, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში აშენდა აღმოსავლეთ სინძიანში. ორივე მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით ჰამის ბირთვული შახტებისგან. ერთი დაახლოებით 140 კილომეტრშია, მეორე კი დაახლოებით 230 კილომეტრში. თანაგზავური სურათები აჩვენებს, რომ რვაკუთხედ შენობებში განთავსებულია პერსონალის საცხოვრებელი ოთახები და მსხვილი სამხედრო ტექნიკა. კომპლექსის ცენტრში მდებარეობს ცენტრალური შენობა, სადაც მთელი სარდლობაა. კომპლექსის ცენტრალურ ნაწილს გარს არტყავს შენობების რგოლი, სადაც სამხედრო პერსონალია განთავსებული. მესამე იარუსი შეიძლება განკუთვნილი იყოს სამხედრო ტექნიკის, მათ შორის გამშვები დანადგარების შესანახად. პერიმეტრზე განთავსებულია რამდენიმე დროებითი ნაგებობა და ათეულობით სამხედრო მანქანა. მათ გვერდით კი განლაგებულია ბრონირებული ბუნკერები და გამაგრებული იარაღის საწყობები. აგრეთვე აეროდრომები და სარკინიგზო კვანძები, რომლებიც აერთებს 8 კუთხედ კომპლექსებს ხამის შახტებთან.
როგორც სურათებზე ჩანს, ამ თვეში და აპრილის განმავლობაში ოქტაგონის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობდა წორთნები მსხვილი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით. კომპლექსის ცენტრალური ნაწილი. ბოლო სურათებზე ჩანს დიდი კაროები და შენიღბული გაშვების მოედნები. უდაბნოში ამოჭრილ ზოგიერთ მოედანზე განთავსებულია საზეინტო რაკეტების ბატარეები. აქ უბრალოდ შეგახსენეთ, რომ გასული წლის სექტემბერში პეკინში გამართული აღლუმის დროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის თავს მიეძღვნა, ჩინელმა სამხედროებმა სწორედ ის იარაღი აჩვენეს, რომელსაც ბირთვული მუხტების ტარება შეუძლია. დემონსტრირებული იარაღებს შორის იყო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, როგორც შახტური, ასევე სატვირთო ბაზირების. რაც შეეხება პენტაგონის ბოლო ანგარიშს ჩინეთის არმიის მოდერნიზაციის შესახებ, იქ აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ქობინების წარმოება შენელდა. თუმცა ქვეყანა მიიწევს იმკენ, რომ 2030 წლისთვის თავის არსენალში ჰქონდეს 1000 ბირთვული ქობინა. დეკემბრის ანგარიში დათვლილია, რომ ჩინეთმა სავარაუდოდ განათავსა 100 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, სწორედ თავის სამ მთავარ შახტაში. ჩინეთი ასევე აძლიერებს თავის ადრეული გაფრთხილების სისტემას, რომელიც დაფუძნებულია ხუახუაიან 1-ის თანამგზავრებზე. პენტაგონის მონაცემებით ეს სისტემა შეუძლია აღმოაჩინოს მოახლოებული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაშვებიდან 90 წამის განმავლობაში და აცნობს სადლობის ცენტრს 3-დან 4 წუთში. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ ჩინეთმა მოასწროს საკუთარი შახტური რაკეტების გაშვება, მანამდე სანამ ისინი განადგურდებიან. და ბოლოს მოგიყვანთ საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონაცემებს. ინსტიტუტი წერს, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის პოტენციური კონფლიქტი ტაივანის გამო დიდი ალბათობით ბირთვული იარაღის გამოყენებას გამოიწვევს. ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს სხვადასხვა მიზნები აქვთ. ჩინეთი ცდილობს შეაკავოს აშშ და მათი მოკავშირეები, ხოლო ვაშინგტონი კი ცდილობს გააძლიეროს ტაივანის კუნძულის მდგრადობა. ამ დროისთვის არ არსებობს საჯარო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ მხარეები მზად არიან დააწესონ დამცავი მექანიზმები. საუბარია წესებზე, იარაღის გამოყენებაზე, რომლებიც შეზღუდავდა დარტყმებს, კომპიუტერული დაზვერვისა და მართვის სისტემის საკვანძო კვანძებზე. ანუ ჯერჯერობით არ შეთანხმებულან კონკრეტულად როგორ უნდა მოახდინონ რეაგირება, თუ რამე მოხდება. და ფაქტობრივად ჩინეთი ახლა ამზადებს ამ ძლიერ ბირთვულ არსენალს, რომელიც მათი ჩანაფიქრით უბრალოდ უნდა შეაჩეროს შეერთებული შტატები ტაივანის დაცვაზეც კი მცდელობისგან. ანუ ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ ვავითარებთ ესეთ ბირთვულ პროგრამას, რომლის მიხედვითაც თუ ჩვენ გადავწყვეტთ ტაივანის დაპყრობას და თქვენ სცადეთ ხელი შეგვიშაოთ, მაშინვე ამ რაკეტები დაგარტყამთ. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვემოთ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.